დასრულდა მოკლედ ჩვენი Black Mamba-ის ვიდეოები, რომელსაც თითქმის კი არა და უკვე 1 წელია ვიღებთ. წესით 365 დღე უნდა გადაგვიღო, მაგრამ იმ ტემპით, რა ტემპისაც ბოლოს მივდიოდი, ნამდვილად ვერ გავაგრძელებდი უკვე ეს ვიდეოების გადაღებას, იმიტომ რომ YouTube-ია, გინდა არ გინდა, ვიდეოებზე არავინ არ დებს. იქ ცოტა ნახობი აქვს რაღაცებს, იქ ცოტა მოწონებები აქვს, ცოტა კომენტარები აქვს და ხვდები, რომ უკვე რაღაც კონკრეტული კონტენტი აღარ ვარ, აღარ მიგწევს. ძალიან მაგარი იყო თავის დროზე. ძალიან სხვა ლეველზე გადაიყვანა ამ ჩვენი არხი, ძალიან ბევრი გამომწერი მოგომა და აქედან ძალიან ბევრი ნახვები ჰქონდა, მახსოვს ხოლმე როცა დებდი თავიდან ამ ვიდეოებს, ერთ წუთში ჰქონდა 1500 ნახვა და 1000 ლაიქი და 2000 და მოკლედ მაგრად მიდიოდა რა. მაგ დროსაც კი ვფიქრობდი, რომ ეგრე არ იქნებოდა ყოველთვის რაღაც ყოველთვის იქნებოდა ბოლო და რაღაც ყოველთვის იქნებოდა აუდიტორიის მოსაბეზრებელი, მაგრამ მაინც მაგრამ გაკაჩა 1 წელი, ხოლმე თქვენ თითქმის ყოველდღე ვიდეოების დადებას კი იყო იქ რაღაც ჩავარდნები აი ჯამში. აი რო აი 12 თვიდან 2 თვე რო გამოვიდა 60 დღე, მაინც ყოველდღე იდებოდა ვიდეოები რა და ძალიან მაგარი ტემპი იყო YouTube-ზე, ძალიან მაგარი იყო ყველაფერი. Black Mamba is number 1 როგორც ყოველთვის და ძალიან ბევრი TikTok ედიტებდებოდა და ძალიან ბევრი ვიდეოები იდებოდა Black Mamba-ის შესახებაც და არ ვიცი რა. ალბათ მოვაძო რომ გავაგრძელებთ ის სერიალების გადაღებას, ან ისე Black Mamba-თან რაღაც ახალი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახალი არ მგონია რაღაც გავაკეთე, მაგრამ Black Mamba-ს უბრალოდ დროებით ამ თემაზე პაუზა უნდა ავარდო რა. პირდაპირ მიცხოვნა ყოველთვის მიზეზი ის არის, რომ ბოლოს ერთი არა ვიდეოსაც ვწდება, ძალიან დაბალი აქვს ყოველ ვიდეოს, უფრო და უფრო დაბალი აქვს, უფრო და უფრო ცოტა მოწონებები აქვს. ვეღარ აგროვებს ვიდეოები მოწონებებს, ვეღარ აგროვებს ნახობს და რომ რაღაც ახალი თემა გავაკეთოთ, რას ვსაბახავს არ ვიცი, მაგრამ ეს ეგრეთელებას აღარ შეიძლება და მოკლედ. მადლობა ყველას. მე არ მინდა რა თქმა უნდა YouTube-ზე ხოლმე რამე ახალს დავდე, მაგრამ Black Mamba დასრულდა. ბოლო ჯერ ვაჭერაკი კლიქს რო აი ნახე Black Mamba-ის